ქალაქის ერთ-ერთ გალერეაში, ცენტრიდან ოდნავ მოშორებით დეფილე ეწყობა. სანახაობა დახურულია. სტუმართა რიცხვი შეზღუდული. ესწრება თითქმის ყველა სატელევიზიო არხის წარმომადგენელი. თუმცა სიუჟეტებში რამდენიმე სარკასტული ფრაზით შემოიფარგლებიან და შედარებით სადა კადრებს აჩვენებენ. ბევრს ლაპარაკობენ შოუს ავტორებზე. მხატვარი ცოლქმარი ქართულ თანამედროვე არტს უჩვეულო სანახაობას თავაზობს. პოდიუმზე პროფესიონალი მეძავეებით განან. არაორდინალური ქართული ცნობიერება ამას კიდევ აიტანდა. შოუს სულისჩამდგმელი, მხედრიონის ყველაზე გახმაურებული ავტორიტეტი და 92 წელს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე რომ არ იყოს. დრო სწორედ რომ შესაფერისია. ხელისუფლებაში უძველესი პროფესიის კანონიერება უკანონობაზე მსჯელობენ. გიგა არველაძე ზუსტად იქ არის, სადაც სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების ზნეობრივი და უზნეო მხარეები ერთმანეთს პარადოქსულად ეთანხმებიან. მე და პანჩო მოვდით დაახლოებით 1 კვირა მაგათთან ყოველდღე სიარული. ესეთ შანს ცხოვრებაში ღმერთი ერთხელ ან ორჯერ იძლევა რა. იქ იქნებიან პრესის წარმომადგენლები, ტელევიზიის წარმომადგენლები, შეიძლება რომელიმე მოდების ჟურნალიდან იყვნენ წარმომადგენლები და არავინ არ იცის ხვალ რა მოხდება, შეიძლება ვიღაცას ისეთ მოეწონოთ და თვალში მოვიდეთ, რომ ხვალ პოდიუმის კარი გაიყოს თქვენთვის და ასე შემდეგ. და ეს სულ არაფერი არ მოხდეს. ელემენტარულად დრო არის, რომ დავიწყოთ მაგაზე ლაპარაკი, რომ თქვენ არც კეთროვნები ხართ, არც მეორე ხარისხოვანი მოქალაქეები არ ხართ და არც არაფერი. თავიდან რაღაცა უნდობლობით იყვნენ და მე როცა უკვე ერთი ბოთლიდან დავიწყეთ კონიაკისმა, მე მივხვდი, რომ შოუსთვის და საღადაოდ არ აყვავდა მიყვანილი და რომ მართლა სერიოზულად გვაინტერესებდა მათი ბედიყვალი რა. საზოგადოებრივი აზრი არველაძეს უკვე დიდი ხანია აღარ აინტერესებდა. მას ჰქონდა ნანახი ყველაფერი, რაც ჩვენი ქალაქის ბნელ შესახვევებში ხდება და მოსწონდა, რომ პირველად და ალბათ უკანასკნელად სწორედ მისი წყალობით მეძავეებმა პანელიდან პოდიუმზე გადაუხვიეს. რატომ არა, სიტყვაზე ისეთი ქალბატონები, რომლებიც ცხოვრებისეულმა გაჭირვებამ დღეს პანელზე გაიყვანა. მათ არ უნდათ ჯაცმა დახურვა, მათ არ უნდათ პოდიუმი, თუ რა იმით არ უნდა იღებდნენ ადამიანები მონაწილეობას. მოდის სამყაროში, აი ჩემთვის ეგეთი ის არ არსებობს მიზეზი. გიგა არველაძემ საკუთარი ცხოვრება 4 არათანაბარ ნაწილად გაყო. ყოველი მომდევნო ისე არ ჰგავდა წინა ცხოვრებას, თითქოს 4 სხვადასხვა ადამიანის ბიოგრაფია იყო. დაიბადა შეძლებულ ოჯახში. დედამ ლილი არველაძემ პროფესიით ექიმმა შვილების ანუ გიგას და მისი ძმის აღზრდის გამო პროფესიაზე უარი თქვა. მამა კონსტანტინე არველაძე საქართველოს სამკერვალო ფაბრიკების გაერთიანების უფროსი გახლდათ. ცხოვრობდა პრესტიჟულ უბანში, სწავლობდა პრესტიჟულ სკოლაში, ურევდა ისე როგორც მაშინ იყო მოდაში არევა. პირველი ცხოვრება შეიძლება ითქვას ხიპური ცხოვრებით ვიცხოვრე. არ მაინტერესებდა არც ჯაცმა, არც დახურვა, არც არაფერი. რასაც ღმერთი მიგზავნიდა, ყველაფრით კმაყოფილი ვიყავი. ხიპური ცხოვრების რომანტიკა დასრულდა და 70-იანების ბოლოს გიგა არველაძე მოსკოვში, კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტში ჩაირიცხა. ვგიკის სტუდენტობა კი იმ წლებში დედამიწის მე-6-ზე მცხოვრები ნებისმიერი ახალგაზრდის თვალში ყველაზე პრესტიჟული სტატუსი იყო. მიუხედავად ამისა, არველაძე პოეტური ცხოვრების ჩარჩოებში მაშინ ვერ ჩაჯდა. მოსკოვიდან იალტაში მეგობრებთან და ძმასთან ერთად გადაბარგდა და ფულის კეთება დაიწყო. ეს ის დროა, როდესაც პერესტროიკით შედარებით გათავისუფლებულ საბჭოთა ქვეყანაში კოოპერატივების ეპოქა დაიწყო. არველაძეს და მის პარტნიორებს გაუმართლად და წარმოუდგენელ წარმატებას მიაღწიეს. პლიაჟი, საკუთარი გემი, ბევრი ფული. მეორე ეტაპი ჩემს ცხოვრებაში, მეორე ცხოვრება იყო, როცა სერიოზულად დავინტერესდი ფინანსებით და ბიზნესმენი ამ ეს სიტყვა იმდენად ხო კი არა იალტაში სერიოზული ერთ-ერთი პირველი მილიონერები ვიყავით პოსტსაბჭოთა სივრცეში სერიოზული. გიგა არველაძეს სახელი მისმა მესამე ცხოვრებამ მოუტანა.
ამის მიზეზი არც მილიონები და არც მხატვრობა არ ყოფილა. დღეს აზიური სამკაულებით შემკულ პაციფისტში ძნელია ძველი მხედრიონელი ამოიცნო. აი ამ შემთხვევაში, მაგალითად, აი ამ ნახატზე, აი უკან კედელზე რაც არის საშინელი სახე. აზრად მქონდა, რომ ეს ჩემი სახე არის, ოღონდ წინა ცხოვრების, რომელიც ომებში და იმებში იღებდა მონაწილეობას და დღემდე არ ვიცი რატო, მაგრამ რაღაც ისეთი დღესაც კი აი შიშნარევი პატივისცემით არასოდეს არ მქონია ის კომპლექსი, რომ ადამიანს მაინც უნდა შიში შეიქმს სიყვარულსა, ეგეთი იმისაგან შორსა ვარ. სიყვარულს არანაირი შიში არ ჭირდება, სიყვარულს ჭირდება სიყვარული. იქ რკინის იმებით მაქვს მიჭედებული კედელზე, რომ არ აიშვას არასოდეს და დღეს რაც ვარ, ეს უკვე პორტრეტი რაც არის, ის თვითონ ლაპარაკობს თავის თავზე. აგერ ორად ამაქვს ბევრ ნახატში გაყოფილი, ერთი სხვაფერია, ერთი სხვა, რაღაც ისეთი ცისფერი ფერი ტარი ადამიანის ანუ რაღაცა მოკდა ჩემში, რომლის გაცოცხლებასაც არანაირად არ ვაპირებ და რაღაცა იმან გაიღვიძა და დღესაც ცოცხალია და სულ გმუღობს და ხატავს. მესამე ცხოვრება ისევე მარტივად დაიწყო, როგორც საერთოდ ყველაზე რთული ეტაპი იწყება ადამიანის ცხოვრებაში. 99 წელი. 9 აპრილის ცნობილი მოვლენების დროს ის ჯერ კიდევ იალტაში იმყოფებოდა. თბილისში ეროვნული მოძრაობა უკვე დიდი ხანია ქუჩაში გამოვიდა. ხალხი ყოფილი დისიდენტების, დღევანდელი ლიდერების გარშემო ერთიანდებოდა. დამოუკიდებელი თავისუფალი საქართველო ყოველას პირზე ეგერა. ამ დროს დაიწყო მხედრიონის ჩამოყალიბებაც. 99 წლის შემოდგომაზე ეროვნული მოძრაობა ცხინვალში მიტინგის ჩატარებას გეგმავდა. ლიდერებმა ჯაბას ბიჭებს მშვიდობიანი მომიტინგეების დაცვას თხოვეს. რადგან მხედრიონელები თავის თავს ეროვნულ სამხედრო ძალად მიიჩნევდნენ, უყოყმანოდ დათანხმდნენ. სწორედ ამ დროს გიგა არველაძე იალტის სანაპიროდან თბილისში დაბრუნდა. რო ჩამოვედი, ესე იგი 23 ნოემბერს ცხინვალში ჩატარებული იყო დიდი მიტინგი. 50,000-იანი კოლონა დაიძრა და მაშინ მარტო არც მეგობრები არ წამიყოლებია და არავის არ გავყევი მე თვითონაც სულ მარტო ავედი ავტობუსში, უბრალოდ იარაღი მქონდა. რაღაცამ გულმა მიგზნო, რომ შეიძლება და იარაღამდე მისულიყო საქმე. იქ გავიცანი ჯერც მები მანაგაძეები, შემდეგ გამაცნეს ჯაბა და ისე მოხდა, რომ 23-შივე უკვე ცხინვალის იქით მხარეს თამარა შენიდან მოყოლებული, კეხვით დამთავრებული ყველა ქართული სოფელი დავიკავით, სულ 40 კაცამდე ვიყავით. იქიდან დაიწყო ჩემი მესამე ცხოვრება. ჩვენი მეგობარია არველაძე გიგა. ქორწილი იყო, ქორწილი მისი. აი ცხინვალში რომ ამბები იყო, ქორწილი იყო, მეატოვა ქორწილი და კაი სიძეს ეძებენ და სიძე ქვია ხა უძახით ჩვენ სიძეს ბიოციტის რა გზებეთ სახიდან. და ცხინვალში წავიდა და იქ დაიჭრა იქ. და აი ესე
ესეთ კაცს შენო თავის ქორწილი მიატოვა შენამ დროს ზიხარდა იმ ტელევიზორს უყურებდა იქ რაღაც მაღალი პოლიტიკაზე საუბრობდა ეს ბიჭი წამოვიდა მიატოვა თავის ესე ყველაზე ცხოვრებაში დასაბახსოვრებელი დღე წამოვიდა და შენ მოეკლათ დაჭერეს აი ამ კაცს მერე შენ სუკის აგენტად აცხადებ აი შენ აი ის ბიჭი როგორ შემოხედავს ის მხედრიონელები ოსეთის ტერიტორიაზე დაახლოებით 10 დღის მანძილზე დარჩნენ. არც ერთი სერიოზული ინციდენტი არ მომხდარა. ჯაბა იოსელიანი კონფლიქტის გაღვივებას მოერიდა. შეიარაღებული ხალხი აღრიცხა და სახლებში გაუშვა. თუმცა როგორც შემდეგ გაერკვა ბევრი მათგანი შინ არ დაბრუნებულა. სხვა სახელწოდების დაჯგუფება ჩამოაყალიბა და ოსეთსა და ქართლში საყაჩაღოდ დარჩა. ეს იყო განხეთქილების პირველი სერიოზული საბაბი გამსახურდიასა და მხედრიონს შორის. ძმები მანაგაძეები კი იყვნენ პირველები, ვინც მხედრიონიდან გამსახურდიას ბანაკში გადავიდნენ. ერთ-ერთი ძმა სწორედ ამასთან დაკავშირებულ შეტაკებას შეეწირა. ხელისუფლებაში მოსულმა გამსახურდიამ მინისტრთა საბჭოს 90 წლის დადგენილებით ჩამოყალიბებული მაშველთა კორპუსი, იგივე მხედრიონი კანონგარეშედ გამოაცხადა. მხედრიონელთა ცნობილ სახეებზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. 91 წლის 18 თებერვალს შავნაბადას, სადაც მხედრიონელები იყვნენ განლაგებული წითელი არმია დაესხა თავს. არველაძემ გაქცევა მოახერხა. მხედრიონელთა დიდი ნაწილი კი ციხეში აღმოჩნდა. მალე დააპატიმრეს ჯაბა იოსელიანიც, რომელიც თავისუფლებაში მხოლოდ 91 წლის 28 დეკემბერს დაბრუნდა. რამდენიმე საათში მოიძია 700 კაცი და გამსახურდიას ხელისუფლების დამხობაში მხედრიოტთან ერთად გადამწყვეტი მონაწილეობა მიიღო. წლის დასაწყისში ქვეყანას 3 გამოუცდელი მმართველი მართავს. ორ მათგანს საკუთარი საყრდენი ძალა იცავს. კიტოვანს ეროვნული გვარდია, იოსელიანს მხედრიონი, რომელიც თანდათან საშიშად პოპულარული ხდება ახალგაზრდობაში. მხედრიონის ავტორიტეტთან ერთად დღითი დღე იზრდება გიგა არველაძის გავლენა. მე მებარა მხედრიონის საერთო. ანუ ის თანხები რომელიც შემოდიოდა, ხო. ოფშეკილუსულად, საერთო ქართულად. რა თანხები შემოდიოდა, რა ტიპის იარაღის რამდენი ჰქონდა, ვიზე იყო ეს იარაღი განპირობებული და ასე შემდეგ რა. მაშინ ერთი საერთო იყო. იმიტომ რომ თავიდანვე რა მხედრიონში სულ აი 40 კაცი რომ მოუბრუნდით უკან. ეს სხვათა შორის სწრაფად არა, მაგრამ დაახლოებით 2-3 თვეში 90 კაცამდე და ჩვენ თვითონაც ძალიან ფილტრავდით და დიდ ყურადღებას ვაქცევდით, ვინ შემოდიოდა ომში. ეს უბრალოდ მხედრიონში. ომი რო დაიწყო, მე ვეღარ კაცი მოდის და გეუბნება, რომ საომრად მინდა წავა. იმას ხარ დაუწყებ, რომ შენ რა გაქვს დამთავრებული, რა ბიჭი ხარ, როგორი ხარ, რომელ უბანში გაიზარდე. ამას უკვე აღარ ეკითხები რა. ოცდათორმეტი წლის დასაწყისში ყველა შეიარაღებულმა ძალამ ლოთიქობალიას რაზმების წინააღმდეგ საბრძოლოდ სამეგრელოს ტერიტორიაზე მოიყარა თავი. ბრძოლები, შეტაკებები და დაშინებები, კვლელობები პირდაპირ ქუჩებში, მშვიდობიანი მოსახლეობის თვალწინ ხდებოდა. ეს მოვლენები ისტორიას დარჩა როგორც მხედრიონის ყველაზე დიდი დანაშაული.
ძალიან ძნელი გასარკვევია მხედრიონის იყო ეს ტერორი. თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა რაოდენობის ხალხი შეიყარა იქ და იყო, გვარდია იყო, მხედრიონი იყვნენ მოხალისეები, რომელიც არც გვარდიაში იყო, არც მხედრიაში იყო, შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო, უშიშროების სამინისტრო იყო, თავდაცვის სამინისტრო. მოკლედ ისეთი იყვნენ აი ესე უბრალოდ წამოსულები, 2-3 კაცი სამეგობრო, რომლებიც არ არის გამოურიცხული, რომ საყაჯო. 92-ში არველაძე თავდაცვის მინისტრის მოადგილე ხდება. თავდაცვის მინისტრის მოადგილე და მაშველთა კორპუსის ხელმძღვანელი ერთდროულად აკონტროლებს შავებსაც და წითლებსაც. ასეთი რამ შეიძლებოდა მხოლოდ 90-იანების თბილისში მომხდარიყო. ერთი და იგივე ადამიანი მფარველობს შეიარაღებულ დაჯგუფებას, რომელიც ხან კანონის ფარგლებში და ხან მის გარეთ ხვდება და მფარველობს ოფიციალურ სამხედრო ძალასაც. ის დილას შეხვედრებს ესწრება და ქვეყნის ბედზე ელჩებთან, მინისტრებთან და გენერლებთან მსჯელობს. ღამით კი ქუჩურ გარჩევებს აკონტროლებს. არველაძემ კარგად იცის, როგორია წარმატება, როცა ყველაზე მომხიბლავი მხატვარი ხარ, გრძელი თმითა და ნოვატორული იდეებით. იცის, როგორია, როცა მილიონერი ხარ და საკუთარი გემის კიჩოზე მდგარს, თვალს გაყოლებენ გოგოებიც და ბიჭებიც. მაგრამ ავტორიტეტს, რომელიც იარაღს ახლავს, ვერაფერი შეედრება. ყოველთვის საოლქოში. კიდე ერთი ტალღა იყო, ციხეებში შეყარეს ნახევარი მხედრიონი. გაგრის დაცვისას გიგა არველაძე დაიჭრა. სამაჩაბლოსაგან განსხვავებით, სადაც მას მტერმა საფანტი ესროლა, ამჯერად გამჭოლი ჭრილობა სახეზე ძალიან სერიოზული აღმოჩნდა. საომარი ტერიტორია დაატოვებინეს. რამდენიმე კვირაში ბარსელონაში გაფრინდა, სადაც მისი ძმა და ყოფილი ბიზნეს პარტნიორები ცხოვრობდნენ. რო ჩავედი, დამიცით კარგ უბანში, მარია ხირონა არის ბარსელონაში, ბარსელონის ვაკეთ ითვლება. ეგრევე შემოვთავაზეს, რომ მორჩა რა გეყოფა. გადარჩი, პირში მოხდა თქვია, გადარჩი, აღარ გინდა ეს ომისა, დარჩი, აქ ბინა, ყველაფერი პლასტიკური ოპერაციის გაკეთება მინდოდა, სულ ყველაფერი ჩვენ თვითონ მოგიგვარებთ და იცხოვრე რა. თითქოს გადავწყვიტე, რომ შეიძლება დარჩენა გაუდის აშენებულ ქალაქში. მაგრამ 3-4 თვის შემდეგ მივხვდი, რომ ეს ჩემთვის შეუძლებელი ძალიან მძიმე ისე მომენატრა თბილისში, რომ ყოველ ღამე ძალუნო ტიროდი ხოლმე. ისე მენატრებოდა კავრობა და დავკარე ფეხი წამოვედი. გიგა არველაძემ თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ომის დროს დატოვა. ომის შემდეგ ის მაშველთა კორპუსის თავმჯდომარეობიდანაც მიდის. თბილისში დაბრუნებულ მეომრებს ქალაქი უცხოსავით ხვდება. წაგებული ომის გახსენება აღარავის სურს. დამარცხებული და იმედგაცრუებული მებრძოლები საკუთარ ადგილს ვერ პოულობენ. ხელისუფლებაში მათ თან კეთროვანები ვითერიდებიან, თან გვერდიდან არიშორებენ. განსაკუთრებით მას მერე, რაც სოხუმის დაცემის შემდეგ სამეგრელოში უკვე საბოლოო, სადამსჯელო ოპერაცია ჩაატარებინეს. წაგებულ ომს დამნაშავე სჭირდება. რაღაც გარკვეული ჯგუფი ვიყავით, რომლებიც ჯაბას სულ ვეჩინებოდით, რომ იარაღი ჩავაბაროთ და საერთოდ ქვეყანაში, რომელიც ესეთ მდგომარეობაშია, რომელიც ეკონომიკაც დაშლილია, სადაც კანონი ფაქტიურად არ კანონობს, სამართალდამცავი ორგანოები ვერ უზრუნველყოფენ ჩვეულებრივი მოსახლეობის უსაფრთხოებას. აი ამ სიტუაციაში ქვეყანაში არსებული უკანონო შეიარაღებული ფორმირება ეს იმას ნიშნავს, რომ აი ეს შევარდნაძის მმართველობის პირველი პერიოდი 2092 წლიდან მოყოლებული 96 წლამდე, რომელიც აბსოლუტური კრახით დამთავრდა, ხო, როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური, დავკარგეთ ტერიტორიები.
ეს სულ ყველაფერი ეს კრახი შეიძლებოდა უკვე გადაწერილიყო, ნუ რუსებს კარგად გაზიოვათ პუშინი. განტევების ვაცად გამომდგარიყო მხედრიონი. და ამაში არანაირი ის არ იქნებოდა წინააღმდეგობები. მშვიდობიან დროს იარაღიანი ხალხი ქუჩაში ყოველას თვალში ხვდება. მით უმეტეს ხელისუფლებას. და თუ ეს ხელისუფლება ამაზე ხმას არ იღებს, მით უარესი ამ ხალხისათვის. შევარდნაძეს ისინი ჯერ კიდევ სჭირდებოდა. მხედრიონის ცნობილ სახეებს, მათ შორის არველაძესაც ჯიბეში ექსკლუზიური პირადობის მოწმობები ედოთ, სადაც გარკვევით ეწერა, რომ ამ პირებს არა მხოლოდ იარაღის შენახვის, არამედ მათი საჭიროებისამებრ გამოყენების უფლებაც ჰქონდათ. ავტომატი როცა გიჭირავს ხელში, ეგ უკვე ისედაც მოწმობაა, რომ ყველაფრის გაკეთება შეიძლება ის გაკეთებაც გინდა. ეს მოწმობა უბრალოდ გაოფიციალურებს, თორემ დანარჩენი თუ გაქვს სულში ის, რომ რაღაცა უნდა გააფუჭო, ვიღაცა უნდა მოკლა და ეს შენ გონია, რომ კაი საქციელია, ყოველგვარი მოწმობის გარეშე თავისუფლად შეძლება. ეს უბრალოდ იყო თვითონ სახელმწიფოს მხრიდან, რომ ამ ახალგაზრდა ბიჭებს რაღაცა დაუსჯელობის სინდრომი გაუჩინეს. აი ამ მოწმობით. კი გაქვს შენ უფლება, რომ ნებისმიერ წესასროლი იარაღი შეინახო. გაქვს იმის უფლება, რომ საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოთ, მაგრამ აი საჭიროების შემთხვევა რა არის? ეგ განსაზღვრული არ იყო. ზოგ შეიძლება საჭიროების შემთხვევა დედის გინება იგონოს. მეორეს სამშობლოს გინება. მესამეს რაღაც არასწორი გამოხედვა. მეოთხეს ერთი ჭიქით ზედმეტი მოუვიდა. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის რომ თვითონ ეს რაღაც საბუთი ხელებს გვიხსნიდა, ეგრე არ არის რა. ეს უბრალოდ რაც კანონიერების ფარგლებში გვსვავდა და დაუსჯელობის სინდრომს გვიმძაფრებდა თორემ. მხედრიონი დაახლოებით 95 წლიდან უკვე შევარდნაძესაც აღარ სჭირდებოდა. დაუსრულებელი ტერაქტების სერიას ეწირებოდნენ როგორც ეროვნული მოძრაობის ლიდერები, პრეზიდენტთან დაახლოებული პირები, ასევე მხედრიონის წევრებიც. შოთა კვირაია შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშვნის შემდეგ კი ყველა ეს საქმე ერთბაშად გაიხსნა. ერთმანეთის მიყოლებით აღიძრებოდა სისხლის სამართლის საქმეები მაშველთა კორპუსის წევრებზე. ზოგს იჭერდნენ, ზოგიც კი გაქცევას ასწრებდა. ამ პერიოდში გიგა არველაძე უკვე შემთხვევითი ტყუის წყალობით ინვალიდის ეტლს იყო მიჯაჭვული. მას სვანაძის, ვეფხვაძის და ჯაბას სხვა ბიჭებისაგან განსხვავებით, მხედრიონის დაცემის ყველა დეტალი საკუთარი თვალით ნახა. ეს მხედრიონებს გააჩნია. არიან მხედრიონელები იყვნენ მხედრიონელები, რომლებიც წამოვიდნენ ომში, ჩამოვიდნენ იქ 95 წლამდე, სანამ დაერეოდნენ მხედრიონელებს თავის შავგნელი საქმეები აკეთა და დაივიწყა რომ მხედრიონელები. მე ვერასოდეს ვერ დავივიწყებ რომ მხედრიონელი ვიყავი და ვარ. ისე რომ ესეც მხედრიონელზეა დამოკიდებული რა. აი ეს ძველი ბირთვი, რომელიც ოსეთშიც, სამაჩაბლოშიც, აფხაზეთშიც, რა ვიცი, ყველგან თბილისშიც, სამეგრელოშიც ვიბრძოდით, ისინი ფიქრობთ, რომ ცნება ყოფილი მხედრიონელი, ეგეთ რამე ნონსენსია. მხედრიონი ორჯერ დაისაჯა ჩადენილი და ჩაუდენელი დანაშაულებებისათვის. მათ ჯერ გამსახურდია ასდევნი და შემდეგ შევარდნაძე. უკვე ხანში შესულ მხედრიონის ლიდერს ბოლოს 11 წლით პატიმრობა მიოსაჯეს, თუმცა 3 წელიწადში გაათავისუფლეს. გიგა არველაძე კი არც ერთი დღე არ მჯდარა ციხეში. მე მგონი ძალიან ესეთი მხედრიონელი ვარ, რომელიც პირველი დღიდან ვარ, მაგრამ საერთოდ დაჭერილიც არ ყოფილვარ. ერთხელ უბრალოდ მე თვითონ ჩავბარდი, მივედი რომ აღარ მე როზი დამემართა, ყველა მთელი მხედრიონი დაჭერილია, ჯაბა დაჭერილია ის. მე უბრალოდ დროზე გავრბოდი ამ სიტუაციას. ხიპი, ბიზნესმენი, მხედრიონელი. მის ცხოვრებაში იყო ყველაფერი, ფული, ქალები, იარაღი, ნარკოტიკი და ზღვარგადასული გავლენა. ყველაფერი კი ერთ ღრუბლიან დილას დასრულდა, როცა ჩაციებული არაყის მოლოდინში ხელში ტუში აიღო და მეოთხე ცხოვრება დაიწყო.
სავარძელში 94 წლიდან ვზივარ. პრინციპში 93-ში ომი დამთავრდა. მე მიდიოდა რაღაც ფარული ომი, ნელ-ნელა გამოხშირვა მხედრიონელები, ზოგი ააფეთქეს, ზოგი დახვრიტეს, ზოგი მოკლეს, ზოგი აქ მოკლეს. ქალაქში ვამო ომზე არა, ომი უკვე დამთავრებული იყო. გადასვლა რო გითხრათ რაღაცა ისეთი ერთ ჩვენი დღეს დილით ახმელიაზე ნაბახუსებზე გავიღვიძე და წყნეთში ვიყავი და ერთი ვაშლის ხე მომწონდა რაღაცა არ ნახულათ ეზოში. ბავშვის სახატავ როელში გელიო ტუშით სანამ საუზმეს გაგვიმზადებდნენ მე და პანჩო მაშინ ერთად რაღაც ოჯახთან ის ხონდა წამოსული სახლიდან და ჩემთან ცხოვრობდა სანამ გამზადდნენ არა ჩაცირდნენ აჯიხი და რო დავხატე მე მომეწონა ქართულ ცნობიერებაში მოვლენა მხედრიონი ქაოსი და შიში დატოვა მათ მოწინააღმდეგეებშიც და იმ ადამიანებშიც ვისაც ამ ორგანიზაციის მიმართ გარკვეული და დაუფარავი სიმპათია ჰქონდათ არავის სურს იმ ეპოქის დაბრუნება ისევე როგორც ქუჩური გარჩევებით სახელმწიფო საქმეების გადაწყვეტა როდესაც ფანქარი იარაღს ცვლის და ხელოვნება ძალაუფლებას ენაცვლება რჩება ცხოვრება იმ ერთი წამის ნაცვლად როდესაც ყველაფრის უფლება ჰქონდა